სიმართლე რომ გითხრათ, მოლოდინი ჰქონდა გამამტყუნებელი განაჩენის, იქიდან გამომდინარე რომ ზოგადად არ დაუშვებს სასამართლო აღნიშნულ საქმეზე პრეცედენტებს, სამწუხაროა ეს, ძალიან სამწუხაროა, რადგან სასამართლო და საერთოდ მართლმსაჯულება უნდა ეყრდნობოდეს კანონის უზენაესობას, თუმცა დღევანდელ დღეს კანონის უზენაესობაზე ზედმეტია საუბარი. რა თქმა უნდა, მოსამართლემ შაბლონურად გამოიტანა გადაწყვეტილება როგორც სხვა საქმეებზე, სხვა პოლიტიკურ საქმეებზე და ახაც გამოიყენა სასჯელის სახით 4 წელი და 6 თვე. გავასაჩივრებთ, უდაოდ გავასაჩივრებთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში, ბოლომდე მივყვებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ. დღეს მოსამართლემ განუმარტა, რომ შეწყალებაზე მიმართვის უფლება აქვს მსჯავრდებულებს, თუმცა მსჯავრდებულებმა დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია და თქვეს, რომ არაპირებენ შეწყალებაზე მიმართონ პრეზიდენტს და აქედან გამომდინარე ჩვენი პოზიციაც არის ბოლომდე ბრძოლა. ეს განაჩენი არის უკანონო, პირდაპირ გეუბნებით, სრული პასუხისმგებლობით, რომ უკანონოა. ჩაგუბარდება ჩვენ გარკვეულ ვადაში დასაბუთებული განაჩენი, ეს ფორმალურად ქვია დასაბუთებული, თორე პირობას ვიძლებ, აი ახლაც კი, ამ მომენტშიც კი რომ შეუძლებელია მოსამართლე უბრალოდ ვერ დაასაბუთებს ამ ბრალდებას, რადგან ამ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს არც ერთი პირდაპირ ხასიათის მტკიცებულება, რომელიც გონიურულ ეჭვს მიიღო და ადასტურებდა ჩვენი დაცვის ქვეშ ყოფების ბრალეულობას. მტკიცებულებები მოპოვებული იყო დარღვევით, ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ, დასმის სიტუაციით გამიხილეთ ეს, გავშალეთ ძალიან ფართოდ, მაგრამ როგორც ჩანს სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა და გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. რაც შეეხება გასაჩივრების ეტაპზე, ნაწილში ვაპირებ რა თქმა უნდა გასაჩივრებას, როგორც კი განაჩენს საუბრობთ და იქნება დასაბუთება, გავანალიზებთ დასაბუთებას თუ რაში გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, როგორ იმსჯება მოსამართლემ და მაგის მიხედვით იმსჯელებთ ჩვენს.